სალმებით. მე მინდა თქვენ ახლა შემოგთავაზოთ გოგოების თათბირს, სასწრაფო თათბირს, რომელიც მოხდა 7 დღეს უკან და ეს ვიდეო აიტვირთა 26 წლის 6 მარტს. ეს გოგოები არიან პანდორა რევიზიონი, ლეტალია, ოლგა ეტალია ლაი, ოლგა ტანიდა და ალიონა ბერეგინა. მას დავიწყოთ. სიტყვა მისცენ ოლია სტიცენკოს, იქ ორი ოლია ყავენ, ერთი ოლია ტანიდა, მეორე ოლია სტიცენკო და ოლია სტიცენკო ამბობს, რომ მე გიკეზეო, გიკე ეს არის ვინც არის ის მართვის galaktikuri ზურმუხტის ხომალდი, სადაც იკრიბებიან ეს გოგოები და მათი ჯგუფი მომავალში, დიახ, მეხუთე განზომილებაში და იქო მე განვიხილეო ლუციფერთან დაკავშირებით თემა, ხო, მანო იქ მიიღო მკურნალობა და შემდეგ ოზახუთში წავიდაო, ალბათ 25 თებერვალი იგულისხმება, რადგან ახლა მარტია. 6 მარტს ატვირთული ეს მონანიებაზეო თავის მამასთან. ისინი დიდხანს იყვნენო განმარტოებულები, დიდხანს გაგრძელდაო მათი შეხვედრა და როდესაც ის გამოვიდაო იქიდან, მან განაცხადაო, რომ ესე იგი განაცხადა, რომ წმიდა ომი გამოუცხადა თავის მამას. ეს ის ისტორია, როდესაც, ხო, ის მომენტია ისტორიის, როდესაც ლუციფერმა ომი გამოუცხადა მამამის და განუდგა მას. ალბათ იმ ორას ანგელოზებთან ერთად, რომლებმაც უღალატეს აბსოლუტ შევქმნელს. ხო, ყოფილა ბრძოლა, აბსოლუტ შევქმნელს მხარში ამოუდგა თეთრი ანგელოზები, ნათელი ანგელოზები, არხანგელი მიხაელი და იქ მათ ჰქონდათ ბრძოლა. ეს იყო მათი წმინდა ომი. შემდეგ ყველაფერი მიწნარდაო და საქმეში ჩაერთვენო კოსმოსური ძალები. მაგას მათ ჩაატარესო განწმენდები. ეს ყველაფერი ხდებოდა სიწყნარის რეჟიმში და სიწყნარის და გასაიდუმლოების რეჟიმში. ლუჩეზარნი ლუციფერ, ანუ ნათელ განათებული სახიანი, ნათელ სახიანი, განათებულ სახიანი ლუციფერი. ისინი ხო ყველა ბწყინავენ იქა. არის ძალიან ძლიერი სტრუქტურა და არ შეგეშალოთ ლუციფერი ეშმაკთან. ლუციფერი სხვა, ეშმაკი სხვა, სატანა სხვა. ლუციფერი არის ერთ-ერთი ვაში შექმნელი აბსოლუტისა, არ გაურიოთ ეს შემქმნელი აბსოლუტი მიწიერ ღმერთებს, ეგ სულ სხვა. იმიტომ რომ ღმერთებს უწოდებენ უცხო პლანეტელებსაც და ეს ომიო ჯერ არაო დამთავრებული და როგორც თქვენ იცით ბიბლიიდან, უნდა მოხდეს კიდევ ერთი ომი 1000 წლის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი მიწნარდება, გაიმარჯვებს სიკეთე, შემდეგ 1000 წლის შემდეგ გამოიყვანენ ამ დაპატიმრებულ 200 ანგელოზს, რომლებიც ახლა სიბნელეში ზილარიან, თურმე იგივე პრომეთე, ქართულად ამირანი, თურმე დაისაჯენ, არა იმისთვის, რომ ადამიანის მე გამიგონია ბავშვობაში დედაჩემი მეუბნებოდა, ამირანი მიაჯაჭვესო კლდეს, იმის გამო რომ ხალხო ცეცხლი მოუტანაო. არა, ამის გამო არა. იმიტომ რომ შესწოდეს. ასე რომ ამირანი იგივე პრომეთე არ ყოფილა შესაძლებელი. ამას ყველად გაუშვებენ და იქნება საბოლოო ომი და სასამართლო. 1000, როდესაც ყველაფერი დალაგდება 1000 წლის შემდეგ. და ეს ნეგატიური ძალები, რომლებიც გამოეყო აბსოლუტ შემქმნელს, თუნდაც დაარქვით ღმერთი, ახლა
დაფუძნდნენ ამ ისრაელის და ირანის ტერიტორიებზე. ამიტომ ხდება იქ ახლა ეს რაც ხდება. ხო, და მე გავაგზავნეო ასე ვთქვათ, შეკითხვა, კითხვარი ძიება თუ სინამდვილეში რა ხდება იქ ირანში, რა ხდება ირანში. და მე გამოვედიო ირანის სულზე. როგორც თქვენ იცით, ვინც მე მისმენთ, რომ ყველაფერი საერთოდ ცოცხალ ადგილებს ყავს თავისი სულები. ის კი არა, მთებიც ცოცხალი სულებია. სული კი არა, თვით მთაც ცოცხალია. და რატო ვამბობ მე ასე? მოგვიანებით არა, მე ხლა აგიხსნით ამას თქვენ, იმიტომ რომ თემა შეეხება. არა, იმ ამბავს დიდხანს არ მოვყვები, ეს ამბავი ეხება ერთ-ერთ ალიონა ვოლკოვას ვიდეოს, სადაც ერთ-ერთმა კლანის წარმომადგენელმა სთხოვა ალიონას დახმარება, ალიონამ დაეხმარა და ვითომ მადლიერების ნიშნად წარამარო ურეკავდა, მე სულს გიმზადებო, მაგრამ ამისთვისო ზამთარი უნდა მოვიდესო და ეს მოხდება იანვარში. ხო, მოკლედ გიყვებით უბრალოდ. და რატო ვამბობ მე რომ მთები კიდე ცოცხლებია და რატო დადიან თურმე ალპინისტები მთებზე? და სინამდვილეში ალპინისტები მთის გადალახვას კი არ ცდილობენ. იქ სულ სხვა საიდუმლოა. და გეტყვით რა საიდუმლო ბოლოსკენ. და სუპრს გიმზადებო დაურეკა იანვარში. სადღაც ბოლოსკენ, იანვრის ბოლოსკენ და ეუბნება. ჩაიცვიო თბილად. ახლა მთლად შუბადესაც შეიცვო, უბრალოდ თბილად ჩაიცვიო. შემდეგ, როდესაც მოახლოვდნენ იმ, სადაც სუპრის უნდა ეჩვენებინა იმ ადგილს, აუხვია ალიონას თვალები. იგიც ძალის მფლობელია. თურმე რაში ყოფილა საქმე? ალპინისტები თურმე დადიან ელბრუზე, სხვა მთებზე, იმისთვის რომ მოიპოვონ წყარო. წყაროც ზედმეტია ლაპარაკი ამაზე და გეტყვით რატომ. ეს კაცი, ასე ვთქვათ, კოლეგა ალიონასი, რომელმაც წაიყვანა ალიონას იმისთვის რომ ეცა პატივი, მიიყვანა ალიონა ელბრუსამდე დახუჭული ახური თვალებით. და ალიონას დაახვედრა იქ თავისი სპეცტანსაცმელი, რითაც უნდა ასულიყო, მაგრამ მაღლა არა ვართო, სადაც 1000 მეტრამდე. ამ ელბრუსში ყოფილა გამოქვაბული და ამის ძმაკაცი გარდაცვლილა ამ გამოქვაბულში. და ამ ადამიანს, ვინც წაიყვანა ალიონა, არც კი უცდიათ მისი ძმაკაცის გამოყვანა. და ალიონას არ უნდა დაასვლა. არ უნდა, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდა შინი ალპინისტობა ალიონას. ამ რეალური ისტორიების ბლოგერს, მისტიკური რეალური ისტორიების ბლოგერს. და მოხდა ისე რომ კარგი დაითანხმა და ახლა ეკიპაჟმა მოემზადა, წავიდა, მივიდნენ იქ, ჯერ რაღაც ვესტიხოდი, ყველგან როდათ ტრანსპორტი აქვე და შემდეგ რაღაც სპეციალური ფეხსაცმელები ყოფილა დაშტიკული, რომ შეგეძლო თოლში სიარული ყინულებზე. ეს მოათრო და ისროლა იქე და მოკიდა ალიონას ხელი და შეაგდო ამ გამოქვაბულში. და უთხრა, ხვალამდეო, სანამ დაღამდებაო, მე ვერ ნახავო და ეძებო ფიალა.
რაღაც ვერცხლისფერი ფიალა უნდა მოეძებნა ალიონას. არ იცოდა. ახლა ეს პატარა ქალი იყო, რაცხა ძლივობით აბდექიო, ფეხზე დაბდექიო და ალიონას ესა ძალა გადასცა ვიღაც ბაბუამ. 4 წლის იყო ისე მოატყვა და შეაჭამა რაღაცა და ძალა გადასცა. და ბაბუა როცა რთული პერიოდები ქონდა და ვერ ხსნიდა, ხო ამოცანას ყოველთვის ეცხადებოდა ეს ბაბუა, ვინც ძალა გადასცა. შვაგარი ძლიერი შავი მაგი ყოფილა ეს კაცი. ყოველთვის მიყავდა საქმე ბოლომდე. თუ და უხეში კაცი იყო და იქნება უყვარდა თურმე. და ბაბუს უძახეს ხოლმე ამ კაცს, რომ დაანახებს თავს და ეტყვის ან დატუქსავს უერთდება რაცხა და წავიდა ხა რაკრას ახალია მარის რა ეძებო სად ეძებოს ეს ჭიქა და თათული თან ამას ხო ესმის ამას ძალა აქვს და ესმის სულების იქ ვინც დაიღუპა იმ ადგილზე მათი ხო არ გამოუყვანიათ ხალხი ალპინისტები ნაკლებად გამოყავთ კვტარი ალპინისტები ადგილებიდან და ამ ქალები და კაცების გადაცვლილი ქალები და კაცების ხმები ესმის ან ღერიან ან ლაპარაკობენ უთხარითო მე რო გარდავიცვალეო და ასე შემდეგ და მაპატეთ ახლა რომ თემაზე არ გადამიხვევია აი ამას მოყვები რაზეც საუბრობენ ახლა რაზეც ოლიად კაცენკო საუბრობდა მთების სულებზე მთებს თურმე მარტო სულები კი არ ყოლია მთები თვითონ ცოცხლები ყოფილა ცოცხალი არსებები და რატო ალუნა ის მან ვალკოვამ ნახა ეს ფინჯანი ვერცხლისფერი ფინჯანი და ფინჯანი იყო დახურული ხო მე არ მინდოდა უშინ ჩამეხედაო და უცებ ალუნა ვალკოვამ დაინახა დიდი სილუეტი უზარმაზარი სილუეტი მთის სიმაღლისა შიგნით დაინახა სილუეტი შავი იმ გამოქვაბულში მთის სიმაღლე იყო თუ რამხელა მასზე მაღალი იყო ბევრად შავი სილუეტი და ამ მომენტში ის ბაბუ გამოიცხა და რომელმაც გადასცა ამას ენერგია ძალა და ეუბნება ესო ხელში რომ გიკავიაო თავსახური მოხსენიო და შეასხიო მას დალევა უნდაო ამის ამ სითხის ალონა მოხსნა თავი არ უნდა გაეკეთებია ეს თურმე ვინც მოიყვანა აქა მოტყუებით მას დომებია ეს სითხე და ახლავე გეტყვით რა არის ეს სითხე ალონა მოხსნა თავი და ეს სითხე შეასხა იმ სილუეტს და ამის შემდეგ სილუეტი გაქრა და ალონა ეკითხება ბაბუს ხაც რა იყო ესო და რა თუნდა და ეს სითხე არა და ბაბუ მუთხა დაალევიო ხო რა იყო ეს და ესო თისული იყო ეკითხება ახლა ალონა ვალკობა ბაბუს არაო თისული კი არ იყო თვით მთა იყო და შენ მას წყურვილი მოუკალიო თურმე ალპინისტები ერთი წუთი წყალს დავნელ იმიტომ დადიან თევზე რომ მოიპოვონ იქაური წყალი მთის სისხლი ჩვენ ვძახით წყალს თორემ ის არის მთის სისხლი და ამათმა ვინც მოტყობით მოიყვანა ალონა და შეაგდო ძალით გამოქვაბულში გინდა თორა მოძებნე ფინჯანი თორე ცოცხალი არ გახვალო აქედა შემდეგ ის კაცი დასაჯეს ალონა მოახერხა აქედან გაქცევა და შემდეგ ის კაცი დასაჯეს ძალა წაართმეს მაგაც ასეთი ტუტუცური საქციელისთვის და თურმე მთებს ქონიათ თავისი ასე თქვათ სისხლი დახიან თორე ეს არის თის სითხე წყალს გავს და აქედან გავიგე მე რომ მარტო მთის სულები კი არ არსებობენ თვითონ მთებიც ცოცხლებია როგორც ახლა ჩვენ სხეულები ვართ ავატარებში ვართ
ჩვენ სულები ვართ, მაგრამ ვართ ავატარებში. ესე იგი, ორნი ერთში ვარცხებობთ. სულიც და ფიზიკური სხეულიც. შეიძლება ადამიანები შეადარონ მთებს, ოღონდ ის ადამიანები, რომლებსაც სული გააჩნიათ და სულად თხრიან თავის თავს. ხო, ახლა კი ისე ეს კარგი რამ მოვიფიქრე მე, ზოგჯერ ალიონა ვალკოვას ისტორიები ჩავთო. იმიტომ რომ ალიონა ისე ხანძლებად ყვება, მას რაც გადახდა, ყველაფერს დეტალურად ყვება და ბევრს სხვა რა ინტერესებს ახლა ასეთი ისტორიები. ამიტომ მე გამომაქვს იქიდან მხოლოდ მაგალითები. ის მაგალითები, რაც იქნება თქვენთვის საინტერესო. მოკლე, უბრალოდ წარმოდგენა რო გქონდეთ თასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ყველაფერს უსმენ. შემდეგ ისე სასიამოვნოა, რომ შენ გაქვს ამდენი მაგალითი და შეგიძლია სმენელს აუხსნა, მოუყვანო ცოცხალი მაგალითები. ამიტომ უნდა უსმინო ყველაფერს, უნდა გაინტერესებდეს ყველაფერი. და როდესაც ეს პაზლი დაგროვდება, შეივსება სურათის პაზლი, ადამიანისთვის გახდება ყველაფერი გასაგები. და ირანის სული ამბობს ოლგა ткаცენკო. გახსოვს რომ ალიონა ჩვენ ირანის სულს რო ანთავისუფლებდითო. ხო, რა ვიცი, როდის იყო ეს, მე არ ვიცი, ამ ვიდეოზე არ მაქვს მოსმენილი, სადაც ესენი ირანის სულს ანთავისუფლებენ. და მე ამ სულს ვესაუბრეო და მან მითხრაო, და ის ლიდერი, რომელიც მოკლეს, რელიგიური ლიდერი, მეც არ მახსოვს გვარი და სახელი, მისი ცოლიც მოკლეს, ხამინინი. და ამ ხამინინის სულმა მისთაო თანხმობა ყველაფერზე ამაზე და ირანის სულმა მე მითხრაო, რომ ამ ხამინინის სული წავიდა ამ სცენარიზე, იმიტომ ის არ არისო ჩვენი მეგობარი, ასე მიპასუხაო. და ირანში გამოცხადებულია ჯიხადი. და თურმე, ახლა ამბობს ოლგა ткаცენკო, ეს ირანის ტერიტორია ადრე იყო ტარტარია, ყოფილი ტარტარია, პერსია. და ჯახადი მიდის უწუნების წინააღმდეგ. და ჩვენც ესეც უნდა გაიგო და მდგომარეობა იქ ახლა ამჟამად გართულებულიაო. ოფიციალური ხელისუფლება ახლა კონტაქტებზე არ მიდის, არავის არ იღებენ, საელჩოები არ იხსნება იქა, არ მუშაობს ახლა. და როდესაც მე შევეკითხეო ირანის სულს, შენ აკონტროლებო სიტუაციას. არაო, ირანის სულმა უპასუხა, არაო, მე სიტუაციას არ ვაკონტროლებო, ვერ ვაკონტროლებო. იქ შევიდნენ მაღალი ნათელი ძალები, ეს ძალიან გამიხარდა. და ისინი აკონტროლებენო მთელ სიტუაციას. მე სულ სხვა ვიდეოების ჩაწერა მითო და გადათარგმნილი რაც მაქვს, მაგრამ ახლა წავაწყდი ამ საინტერესო ინფორმაციას და მინდა აუცილებლად ვიფიქრე, რომ აუცილებლად თქვენთვის მომეწოდებინა. და ეს წმინდა ომი, რომელიც მოხდა ლუციფერი და მამამისის აბსოლუტი ღმერთის შორის, გადაინაცვლა ირანში. და იმ რეგიონიდან, ანუ ირანიდან დაიწყება გაწმენდა, როგორც ტარტარია იწყებოდაო ჩრდილო რეგიონებიდან, გაწმენდა ტარტარიის, გაწმენდა კი არა, ტერიტორიულად იწყებოდაო ჩრდილო რეგიონებიდან, ასე იქ მოხდებაო გაწმენდა ირანში. ოლგა ტანიდა აწყვეტინებს ამ ოლიას და ალიონას თხოვს წვრილ დონეზე ნახე ერთი მე დუგასავით ღუნავსო და რა ხდებაო, მაგანკალებსო. ოლგა ტანიდა თხოვს ალიონას ნახეო რა ხდებაო. ვიღაც მოვიდაო და ვინ მოვიდაო? წვრილ დონეზე ვიღაც მოვიდაო. როდესაც ოლია ლეტალიალაიმ ამ რომლის ნათქვამს მე თქვენ გითარგმნით, იმ დროს შემოვიდაო ჩემთან ვიღაცა ამბობს ოლგა ტანიდა და ვერ გავიგეო რა ხდებაო. ალიონამ უპასუხა, ამას შვებაო ირანის სული, რადგან ეს სული ძალიან ძლიერიაო. პანდორა მიესალმა ირანის სულს, ხო, და ამ ირანის სულზე იყო, ასე ვთქვათ, რგოლივით რაღაც მოჭერილი, იყო ზაკალცოვკა. ეს სახელმწიფო, ირანის სახელმწიფო მობორკესავი და ამით დაიცვესო სხვა ქვეყნებისგან და მოახდინესო გარეთა მოქმედება. და როდესაც ჩვენ გავანთავისუფლეთო ირანის სული, მთელი მათი სხემა დაწყდაო და ამ პროცესებმა დაიწყესო განვითარება.
ხო კონტროლი სხვის ხელში გადავიდაო, იქ დგასო უზარმაზარი ჯარი, სახეები დაფარულიაო, რომიციან ირანელებმა ნაჭრით რაღაც ქუდივით გაკეთება და მე სახის დაფარვა. აი ასე აქვენო სახე დაფარვა. მოგონული ხანჯლები. ალონა ბერგინი ამბობს, რომ მე უფრო მეც ვიტყვიო, იქ ჩვენც ვართო, რადგან ჩვენ გქონდაო გასახიერება მაშინ პერსიაშიო, მაშინდელ პერსიაშიო, როდესაც ტარტარი არსებობდა, ჩვენ ვსგავართო იქა და ჩვენ ჰიპნოზი გავუკეთეთო იმ გველს, რომელიც ცოდნებს იცავდაო. იქ ყოფილა გამოქვაბული, ამ გამოქვაბულში გველი იცავდა ცოდნებს. ნაგი, დიდი გველი. ხო. ოლგატანი და ამბობს, რომ ჩემ თავში ახლა მე მესმისო სიმღერა. ხო, მათ შორის ვიყავითო მე, ოლგატანი და ოლგა ტიცენკო და კიდევ იყო ორი ადამიანი. ახლა დააკვირდითო 5 წმინდანიო, მოვიდა ირანისული და ჩვენც 5 ვართო. ამიტომ იმ ჯარის უზარმაზარი ჯარში, უпроსტად ჯარის წარმომადგენლებში არიანო ჩვენი განსახიერებები, იმ აგდროინდელი. ჩვენ ვართო იქ ალბათ კაცების ხოვლებში. თორე აბა იმ დროს ქას ვინ გააჩერებდა ჯარში. ხო და ორია ტიცენკო აგზელებს, რომ როდესაც ჩვენ ვანთავისუფლებდითო ირანის სულს, გამოჩნდაო ძველი რუსეთის სული, დუხრუსი. აგრეთვე ის იყო დაბეჭდილი ტაძარში, რომელიც ჩვენ ნახეთო სილებში, მაგდროინდელი ძველი რუსეთის სული, რუსული სული. და როდესაც ჩვენ მივაგენითო იმ ადგილს, სადაც იყო ჩამართული ეს სული, ტალღისებურად ამოვარდა აფეთქებას ავითო. თვით ჩრდილო პოლუსამდეც კი მივიდაო მისი ტალღა. ხო, ოლია აგდელებს, რომ ხომ ბევრიო ჩვენი მიწები იყო, იგივე ჩინეთი, იგივე იაპონია, ეკუთვნოდაო მაშინდელ ტარტარიას. და შემდეგ გაყარესო იქიდან ხალხი, იაპონელი სამურაელებიც იყვნენო რუსები იგივე მაშინდელი, მაგრამ გადააკეთესო. და ალიონა ბერგინი ამბობს, როდესაც ჩვენთან მოვიდაო ირანის სულით, მე გავიგიო მაგხაი და ვერ მოგცაო, ჩვენ ვერ გადათავდნეთო ეს მაგხაი რას ნიშნავსო. ეს ყოფილაო დემონი, ბრძოლის და ომების დემონი, რომელსაც თითოს ყოველ დემონს აქვს ორი სხეული და ორი თავი. ორი სხეული და ორი თავი. აქვთ რამდენიმე ხელი და ორი ხანჯალი უყავიათ ყოველ ხელში. ესენი არიან დანამწვარები და სახეები აქვენ დეფორმირებული. ესენი არიან კრონოსის მომსახურეები მაპატიეთ, რომლებიც ქრონოსთან ერთად იყვნენ გამოკეტილი მთვარეში. მთვარეზე ხო ბოლოს კრონოსის შვილმა ციხე გამართა, მთვარე გადააკეთა ციხედ და იქ დაამწყვლია მამა მისი თავის მოსახურეებთან ერთად. კატიას მიმართა ტყუილად არ იხსენებდა, კატია ქრონოსის ისტორიებსო, ქრონოსი ტყუილად არ ყვებოდაო. ალიონა აგზელებს, ალიონა ბერეგინა. ასტალი, ეს არისო ქალაქი კუნძულ კრიტეზე, რომელიც ეკუთვნის საბერძნეთს, ნახევარი საბერძნეთს ეკუთვნის, ნახევარი თურქეთს. გამოდის, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ საბერძნეთს. ანუ მაგხაი, ეს დემონი, ბრძოლის და ომის და ასტალი, ქალაქი, რომელიც განლაგებულია კუნძულ კრიტზე, საბერძნეთში. ამ სულებს ესულები მოიწვიონ ისიც, რომ პერიფერია დაეცვათ. ჩვენ ხო მოსკოვშიო ჩვენი დემონებისგან ვანთავისუფლდითო წითელ მოედანს, რომელსაც ეკავათო წითელი მოედნის პერიმეტრი. ასევე აქ ხაის ეჭირათო პერიმეტრი ირანში და როდესაც ჩვენ ირანისული გავანთავისუფლეთო, გამოდის, რომ ამ ომის დემონებიო განთავისუფლდნენო, ეს ომის დემონები განთავისუფლდნენო. ბრძოლის და ომების ღმერთები. გოგოებო, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო?
პლანეტარული მსახურება. პანდორა ეკითხება ალიონას და ახლა ამ წუთო ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო? ოლე ტიცენკო ამბობს, იქ ნახეთო არხანგელი მიქაელიაო, ლუციფერიაო, გრავედი, ორი ადამიანიო, რომლებსაც შეუძლიათო დემონებთან ურთიერთობა. ისინი ამბობენო, არ ჩაერიოთო ჩვენ თვითონ გავერკვევითო ყველაფერში. ალიონა ბერიგინიამ თქვა, ჩვენო არ უნდა ჩავერიოთო. მოდითო გავიხსენოთო, რომ ბნელები იღებენო ბნელების შემოსავალს. და რაც ახლა ხდებაო, ეს არისო შემოსავალის აღება. ოღონდ ბნელი ძალები იღებენო ბნელს შემოსავალს. ანუ ყველას მიაქვს თავისი შემოსავალი. ყველა შემოსავალს ყავს თავისი პატრონი. და ოლეატკაცნიკომ თქვა, მე ხა ვხედავ, რომ ხელოვნური ინტელექტი, მაპატიეთ, ბნელი ძალები იყენებენო ხელოვნურ ინტელექტს. ჩვენ წინააღმდეგ, ანუ ნათელი ძალების წინააღმდეგ. დღეს ქონდაო მიმოწერა ჩატში ორ ადამიანთან, მაგათმა დამიმოწმესო ეს, რაც ახლა მე ვთქვიო. მიდისო ზედაწოლა ცნობიერებაზე. და ჩვენ ყველას გვაქვსო ჩვენი მეშოკებიო ბოდიში, რომელშიც განავალიდენაო, ანუ ყველას გვაქვსო რაღაც დასამუშავებელიო, რაც უნდა გადავამუშავოთო, მოვიცილოთო, ეს ყველას აქვს. ისინი კი გვარტყამენო ჩვენ ტყინულ ადგილებში. შეიძლება კარგიც არისო, რომ ჩვენ ტყინულ ადგილებზე გვარტყამენო და ეს ჩვენი ასე ვთქვათ, არა დამუშავებული მინუსები ამ მეშოკებით შიგ თავსით ამ მეშოკებს აგდებენო ზევით, ესე იგი ჩვენ ნაკლებს მაპატიეთ ნაკლებობებს და მეო ანტივირუსი ჩავთო დიდ სიძლიერეზე. ოლგა ტანიდა ამბობს, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და არც გავაკეთებთო და რატომ ახლა აგიხსნითო? დადგო ის მომენტი, როდისაცო ვიბრაციები ახტაო შემდეგ დონეზე და ის რაც ახლა ადამიანებში იწევაო, ყველა მათი ბლოკებიო, ესე იგი სივრცის ვიბრაციები მსუბუქდებაო, ბლოკები ეს დაბალ ვიბრაციული ენერგიები ჩვენში არ აძლევენ საშუალებას სხეულებს აიწიონ, სხეულის ვიბრაციებს აიწიონ და ახლა ჩვენ გვარტყამენ ამ ტყინულ ადგილებში და რატომ აკეთებენ ამას? ამას აკეთებენ იმისთვისო, რომ ეს ბლოკები და ეს მომენტები დავამუშავოთ. ჩვენი ღუზეები დაჟანგდა და ამიტომ ახლა ჩვენ ვერ ავალთ. ნახეთ შუმანის რეზონანსი 3 გორიზონტალური ხაზი. ძალიან ნათლად ჩანს. დღეს მე ვნახე და იყო 25 გერცი. ამბობს ოლგა ტანიდა, რომელიც ოდნავ მოჩანს, როგორც ფილტრი. კიდევ იქმნება ერთი ახალი პლასტი, კიდევ ერთი ახალი სივრცე. ამიტომ დაიწყო გაყოფა, დაიწყო სივრცის გაყოფა. ეს მართლა ახალი ამბავია, მართლა მიხარია. ვინც სუბუქია, ის გავა, მაგრამ ვინც თავის თავზე არ იმუშავებს და ვინც ვერ გავა, ისინი დარჩებიანო. ხო, ეს იგულისხმება ბოროტი ადამიანები, ვინც მაინც აკეთებს თავის ბნელ საქმეებს. მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ იმ ხალხს შანსი მიეცემა, ვინც კახა ადამიანებად დარჩნენ, თუმცა ყველა არ იქნება გამოღვიძებული. მთელი ყურადღება თქვენ უნდა გადაიტანოთ თქვენ თავზე, თქვენ შიგ, ესე იგი თქვენ სულზე. უნდა იმუშავოთ თქვენ თავთანო. ახლა დაიწყო ეს გამწვავებები. ხო, მეც გამიწვავდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. კვანძები მომემატა, მარჯვენა მხარე გამიდიდდა ჩიყვის და ისე კი მიკურდა ცოტა ოდნავ სუფუკ დახშობას გრძნობდა. 2 წელი არ გადამიღია და ახლა ხომ დავდივარ გამოკვლევებზე. პირველ რიგში ეს გადავიხე, ექიმი მაინც მოთხოვს გადაღებას და დიდი ზომის კვანძები მგონი 3 მქონდა და მგონი კიდევ დამემატა კვანძები. არა, მე ეს არ მაშინებს. ყველაფერი ყველას უწვავდება, მარტო მე კი არა. საერთოდ რო ვაკურდები, ყველას უწვავდება მდგომარეობა. თუ რამე ქრონიკული დაავადება გაქვს, აუცილებლად განწვავდება.
უნდა გაიწმინდოთო მათ შორისო საგვარეულო ხაზები უნდა გაწმინდოთო რატომო? ხო, ჩვენ ახლა ვაკვირდებითო და ჩვენ ათესავებსო აქონო გამწვავება. ხო, ადამიანებსო ადამიანების ტრიგირება მიდისო. ჩვენ ვერაფერს ვერ დავატორმოზებთ, პროცესი დაწყებულია დიდი ხანია. ჩვენ ვერაფერს ვერ შევაჩერებთ და ვერ შევცვლითო ამ ხრივ. ეს არისო ბუნებრივი პროცესი. გაბერილი ბუშტები, სახერო ბუშტები სულ ცაში აფრინდებიანო. თუ სახერო ბუშტებში მძიმე ქვებია დალაგებული, ის არ აფრინდება არასდროს. და თუ დაამუშავებსო ადამიანი იმ მძიმე ქვებს მოიცინებსო და ღუზას აწევსო, მაშინ აფრინდებაო. ახალ სივრცეში. ახლა ხდებაო ის, რაც ითქვაო 1-2 წლის უკან. პროცესი რამდენი წლის წინ დაიწყო, უბრალოდ ის არ ჩანს. არ ჩანდა უფრო სწორად ადრე, ახლა კი ფიზიკურად ჩანს. რა ხდება? ფიზიკურად. ჩვენც ვნახავთ მალე. და ახლა ეს უკვე ყველაფერი, რაც ხდებოდა წრულ დონეზე, ეს პროცესები გადმოდის ფიზიკურ დონეზე. და ამიტომ ახლა ცოტა ქაოსივით დაიწყო. ქაოსია რა, ცოტა კი არა. და ეს ქაოსი გარდაუვალია. და ეს ცვლილებები ეხება ყველას. და ემოციალურად ამუშავებს ყველას. და რატომ? იმიტომ რომ მაღალ სიხშირეებზე ხდება სივრცის აღთქმა ცოტა სხვანაირად. და რადგან ჩვენ ადამიანები ვარ და ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენი ემოციულობა, დაგვიტოვენ ჩვენ გრძნობელობა. პანდორა ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისთვისაო საჭირო, რომ ყველაფერი დაინგრესო ძველი, მათ შორის აბრამული რელიგიების დასრულება მოხდება და ირანს მოყვება ბოლო ბრძოლა უდაბნოს ადგილას, რა დროსაც თავის დროზე იწყებოდა ყველაფერი და მე ამის შემსახებო ლაპარაკობდიო ლეტალიასთან ერთად ინტერვიუში. ხო, მე ჯერ ყველა არ ამას გადათარგმნილი ის კითხვა-პასუხები. ბევრია კიდევ დარჩენილი. ხო და შეძლებისგვარად შევეცდები. იქ არისო ადგილი ირანში, ისეთი ადგილი შუბს ჩამოგავსო. ამაღლებული ადგილი და იქ იქნებაო ბოლო ბრძოლა. სადაც იქნებიან ყველა ანგელოზები, არქანგელოზები, ბნელი ძალები, სადაც მოხდება საბოლოო განწმენდა. მთელი სისტემის გაწმენდა. იქ უდაბნოში ყოფილა ლეტალია ჩაერთო საუბარში, იქ ირანის უდაბნოში ყოფილა კარიბჭე და ალბათ ამ კარიბჭეთი დატოვებენ ისინი ადგილს. ხო, ახლა რომ აღწერეს გიგანტები, უზარმაზარი გიგანტებიო აღწერეთო დანამწვარი გიგანტები სიმაღლით 15 მეტრიანები, ისინი ახლა ყველა განლაგებული არიან მიწის ქვეშ, ისინი რეალურად არსებობენო და ახლა მიდისო გაწმენდა ამ გიგანტებთან. ირანის ტერიტორიის ქვეშ არის მრავალი მიწის ქვეშა ქალაქები და ტუნელები და იქ ხდება ახლა ბრძოლა და ეს საომო ვითარება დაიწყეს იმისთვის, რომ ამ ომის, ასე ვთქვათ, ზედაპირული ომის მიმდინარეობის საფარველ ქვეშ გაიწმინდოს ეს მიწის ქვეშა ქალაქები და ტუნელები. მაგრამ ვინც არადენეს ამას ყველაფერს თვალს და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, უფრო სხვანაირი ცხოვრებით, ის ამას ვერ ხედავს. მაგრამ სიამდვილეში სულ სხვა რაღაცა ხდება და ბევრს წარმოდგენას კი არ აქვს რა ხდება. იმიტომ რომ სიზმარში არიან. და ალიონა ბერეგინია ჩაერთო. ეს გიგანტები მართლა არსებობენ და ისინი ხომ არ გაგიღებენო თავისითო კარებს. ამიტომ ეს საომრო პროცესები საჭირო არისო იმისთვის, რომ ეს გიგანტები აიძულოთო
გარეთ გამოვიდნენ. კიო პანდორა ამბობს, სხორბლი იქნებაო, ბავშვების დაიღუპებაო და აქ ვერაფერს ვერ შეცლიო, რადგანო და მინდაო შეგახსენოთ, რომ აქ სულები შემოდიოდნენ კონტრაქტის ქვეშ. იმისთვისო, რომ ეს ყველაფერი გამოეჩხიკათ, გამოეჩინათ, ეს ყველაფერი მოეცილებინათ, გაეწმინდათ. მაგისის მოვიდა ვასკამურის სულები აქ. და რა იმისთვის, რომ თავის სხეულებს გაურთხევდნენ. მაგრამ ეს ძლიერი სულები, იმიტომ მოვიდნენ აქ კონტრაქტის ქვეშ, რომ ეს სისტემები დაშალონო. ამიტომ ისწავლეთო თქვენში დაიმორჩილოთო ეს ნეგატიური ქარიშხალი. მე მიმართავო იმ ხალხს, რომლებიცო ჩვენ ვიდეოს მოусვენენო. ჩაიხჩეთო თქვენში ნეგატიური ქარიშხალი. რადგან ისინი ბრასდებიანო თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ხდებოდესო და მთელი სხეული ტკიოდეთ იქნებაო თქვენ, რადგან ახლა მიდისო გამწვავებები ყველა ქრონიკული დაავადებებისო ეს ტკივილებიო არისო დაკავშირებული იმ მოგონებებთანო, რომლებიც ხო მოგონებებთანო წინა ცხოვრებებიდან. რადგან ჩვენც გვაქვსო ნანახი ბავშვების სიკვდილი. ეს ტრიგერებდეს იქნებაო, გასაგებიაო. მაგრამ თქვენ ყველა ვინ ჩვენ მოგვისმენთო, უნდა გაიგოთო, რომ თუ ჩვენ ავდივართო შემდეგ დონეზეო და ჩვენ უნდა გვესმოდესო, რომ ეს ბავშვებიო, რომლებიც იქ იღუპებიანო და სხვა ადამიანები, რომლებიც იქ იღუპებიანო ახლა, მაგათმა თვითონ აიღენო ეს მისია თავის თავზე. იმისთვის, რომ სრულად მოიცილონ სისტემა. და ალიონა ბერიგინია ჩაერთო, ახლა საუბარში დაეუბნება პანდორას 2 წლის უკანო მე ვცდილობდიო ეს მიმიტანაო შენამდე. და ალიონა ბერიგინია ამბობს იმ ბავშვებზე, რომლებსაც იტაცებდნენ საიდუმლო კოსმოსური პროგრამების გამო. და ის ბავშვები სხვათა შორის ძალიან ბევრი ბავშვი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. ახლა მე კიდევ დავამატებ რამდენიმე სათქმელს, მაგრამ ეს ჩემი ნათქვამიც უნდა მიიღოთ, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. იმიტომ რომ ეს არის რეალური ცხოვრება. როდესაც მე უსმენდი ბევრი ვიდეოა ხო, რაც დაკავშირებულია საიდუმლო პროგრამებთან. ბევრში მათგანში არის განხელილი თემა, თუ რას უკეთებდნენ ბავშვებს. თვით პენი ბრედლი ავიღოთ, მაგალითად, შორს არა წასასვლელი ეს 12 ვიდეო მიდენა მე. თვით პენი ბრედლი ავიღოთ, ის ყვება როგორ აწამებდნენ ბავშვებს. ხო, იმისთვის რომ ალტერები გაიკეთებინათ, შეექმნათ. ახალ წამებებს იგონებდნენ, როდესაც ბავშვი დაუშვათ ჩართინდა საჭიროდ რომ ეს წამება აითვისა ბავშვმა, უკვე არ რეაგირებს აი მაგალითად ამ წამებაზე, მაგალითად გაპატიურებაზე, რომ ხედავენ რომ ბავშვი არ რეაგირებს, გადადიან შემდეგ წამებაზე. მათ ქონდათ სხვადასხვა წამება. და წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ, აგრეთვე ბავშვებს კლავდნენ, მერე აცოცხლებდნენ. მერე კლავდნენ, მერე აცოცხლებდნენ, ერთმანეთს აკლებიებდნენ. ბავშვები მიყავდათ, აპატიურებდნენ, წირავდნენ მასონები, სატანისტები. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, ამ ბავშვს მერე ყიდიან, ზოგს წვავენ, რამდენი ბავშვია დამწვარი, მოკლული. როდესაც ხედავდნენ რომ არ იყო ბავშვები გამოსადეგი, მათ კლავდნენ, არავინ იწუხებდა თავს სახლში დაბრუნებით მათი. არავინ. ბევრი ასე ამდაგონად ბევრი ბავშვი იქნა მოკლული. ბევრი ბავშვი საჭველად დრაკონიელებს ჩაუვარდათ ხელში. იქ ხორცი ფასობს. და ბევრი
არა ხოლო დრაკონიელები არ არიან ცუდებიც არიან, კარგებიც არიან, ისინი რომელსაც ადამიანის ხორცს არ ჭამენ, მაგრამ არიან რომლებიც ჭამენ. ადამიანს იყენებდნენ ყველანაირად დაწყებული ხორცი და დამთავრებული ენერგიით. როგორც თქვენ კლავთ ხოლმე საქონელს და პირადად მეც მაქვს წაგლიჯილი თავი ქათმებს. კი, ასეთი გამოცდილება მაქვს სამწუხაროდ. და ხახა რო გამახსენდება შუანდელი მივლის. ცოცხალ თევზს ვაჭრიდი თავს, მე საერთოდ თავი არ მიყვარდა არასდროს. არც თევზის, არც ქათმის, არც საქონლის, მაგრამ სტუდენტობის დროს ვიყიდე ცოცხალი თევზი. ნახევარი დიდი თავები ქონდა. დიდი ამხელა თევზი იყო. თავი ნახევარი ქონდა იმდენი და აპატიეთ. დედა. დამიფუშთა ფეხი. დიდხანს არ შემიძლია თუ არ წამოვწექი. ხო და გეუბნებით ასე მეგონა ცოცხალ ადამიანს ვაჭრიდი თავს და ცოცხალ თავარია თავის წაჭრა. ბევრი რამ ხდებოდა ისეთი რის გაგონებაზე ბევრ ჟვანტელი უვლის. იგივე აიღეთ ჰოლივუდის მსახიობები, მომღერლები. ისინი რას გადიან თქვენი აზრით? რას გადიან? მათი შვილები მათ არ ეკუთვნით. სამწუხაროდ. იგივე ბრიტნი სპირსი აიღეთ. და საერთოდ მე ხლა არ ვიცი საქართველოში ეს შოუები რომ კეთდება, მუსიკალური შოუები რა ხდება, მე ეს არ ვიცი, ეს ეცოდება იმათ, ვინც მონაწილეობს, მაგრამ გამონაკლისი არც ერთი ქვეყანა არა, არც ერთი. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. და ახლა ისეთი მომენტი დადგა ამბობს ალენე ბერეგინა, რომ ფარული ყველაფერი გახდება გახსნილი. მაპატიეთ ახლა ჩაფიქრდი. გამახსენდა ყველაფერი ის, რაც ფარულ კოსმოსურ პროგრამებზე მაქვს განაგონი. რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი ჰუმანოიდი დაიღუპა. შეეჭირა ამას ყველაფერს. და მალე ეს ყველაფერი დამთავრდება. იმიტომ რომ კოსმოსურმა პროგრამებმა მე ხარ ახლა მძინავს და ვიღალ კოსმოსურმა პროგრამებმა თავისი ამოჭამეს. ძალიან სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი ხდებოდა. ხო, ალენა ამბობს რომ ზოგი ადამიანები ცხოვრობენ მშვენიერ პირობებში და არ ხედავენო იმათ ვინც ცუდ პირობებში ცხოვრობსო. ხო, როდესაც მე მეკითხებიან როგორ ხარ, მშვენივრად ვამბობ, რატომ? ჩემი ფეხით დავდივარ, ასე თუ ისეა ჩემ თავს, როგორც შემიძლია ვიმსახურები რაღაცა ცოტა ვაკეთებ, ხო? აქეთ ხედველობაც დამიბრუნდა, კი, დამიბრუნდა, მაგრამ შაქრის გამო ისევ დამიქვეითდა. ხო, ვიყავი ექიმთან და სათვალები გამომიწერა, მაგრამ ჯერ კიდევ სათვალების სტალებას თავს ვარიდებ, იმიტომ რომ ჯერ არა დაალაგებული თვალი. შაქარი უნდა დავიგდო და ტყუილად რომ გავაკეთო სათვალები, ისევ თავიდან მექნება გასაკეთებ. უსათვალე დავდივარ, ახლა ხომ ხედავთ გზას რაცხას. ახლა ავიღოთ აფრიკული ქვეყნები. ბევრი აფრიკული ქვეყნები თითქოს ღარიბია.
ხო? მაგრამ სინამდვილეში ღარიბი არ არის. უბრალოდ ძალით აღარებებენ მოსახლეობას. ასეთი გეგმა ჰქონდა მმართველებს. აქ იქნება სიმდიდრე, იქ სიღარიბე. ხო, ადამიანებს აძლევდნენ იმას, უბრალო მოქალაქეებს, რომ არ მომხდარიყენ შიმშილით და შიშვლები არ ებდოთ. და დრო არ ქონოდათ ეფიქრათ სულიერზე. ან დრო არ ქონოდათ წიგნი წაიკითხათ. ან დაეხატათ, ან მოექსოვათ და ასე შემდეგ. მაგალითად, ახლა ნუ მიწყენთ მეც ვეკუთვნი მათ შორის მასეთ ხალხს, რომლებიც მე ხა არასდროს არ მქონია სუფრა ისეთი რომ ვინოსთვის შემეჯიბრა, მაგრამ ბევრი ერთმანეთის ჯინაზე აწყობდა კარგ სუფრებს ახალ წელს, აღდგომაზე, მნიშვნელობა ხო არ იციან, დღესასწაულებს ეიმობთ. დავაი, დავყაროთ ყველაფერი. ყველაფერს ჭამთ ერთად მერე, ჭამდით ერთად. ან გარდაცვალების დროს ჩვენ ხომ ადამიანს სულს ვაცილებთ, ხო? და სუფრა იშლება ცოცხლების გასაძღომად. არაფერი აგვია სუფრას დამარხვის დღეს. არაფერი. ქორწილივით სუფრა? ეს ახორცი აგვია სამეგრელოში და კახეთში მაგალითად ხორცს კიდედებენ. გონი თუ არ ვცდები, ხო? აი, იმაზე უკეთესად ჩავიცვათ, იმაზე უკეთესად უკეთესი ფეხსაცმელი გქონდეს. იმანე შეიძლება ჩვენ უკეთესი შევიძინოთ. ის დრო წავიდა. მაგალითად, ვისაც უყვარს კოსმეტიკა, მე თქვენ ენოქის წიგნს, როდესაც ენოქის წიგნს ვთავინი და თქვენ რომლიღაც ნაწილში იქ არის ახსნა იმისა, თუ რატომა ცუდი კოსმეტიკა. კოსმეტიკა შემოვიდა იმისთვის, რომ ესე იგი ქალებს ესწავლებინათ, ქალებს ასწავლეს მოტყუება. ანუ შენ ატყუებ ადამიანს. მაგალითად, მოკლე წამწამები გაქვს და იკეთებ იმ ხელო წამწამებს. ხო? ან სუნამო, თქვენ იცით რომ თურმე ფილმიცაა ამაზე გადაღებული. სუნამოთი შეიძლება ადამიანები გათიშო, სუნამოთი შეიძლება ადამიანები აიძულოს შევიდნენ სექსუალ ურთიერთობაში. კი. სუნები საერთოდ სხვადასხვანაირად მოქმედებენ. იგივე სუნები, იგივე გემოები. მაგალითად ღვინო. კაი, მოდით ღვინოს ახლა ვილაპარაკეთ, ამას მე ცალკე თემას გავაკეთებ. ხო, როდესაც ანდა მე ახლა ჯოხი დავდივარ და ხანდახან რო ჩავივლი ლამაზი ტანსაცმელებში 150, 180, 230 კოსტუმი, შარვალი, უბრალოდ შარვალ კოსტუმი ორეული ფიქრობ ახლა ჩემ თავს ვესაუბრები. და ისე მომეწონება, მაგრამ მეუბნები ახლა ჩემ თავს. ისე იგი მე ვისწავლე ჯერთი ტყულად ფულის რომ მქონდეს რატო გადავყარო ფული იმაში. მე კიდევ ახლა მე ვიყიდე ეს კოსტუმი და უშუალოდ 150 ყველაზე იაფიანი 150 ლარიანი ხო ჩემი ძობამ ნახე შარვალ კოსტუმი. მაგით ხომ ყოველდღე ვერივლი ბაზარში მაგით ხომ ვერ წახვალ გადასასვლელად. ქორწილებში მე ვერ წავალ, სატირლებში მე ვერ წავალ. ბაზარშიც ვერ ჩაიცვევ ჯვრიან ტანსაცმელს. თუმცა რატომ ორი დღე ცხოვრობ სიტყვაზე, ხო? აი ფიქრობ ზოგიერთი და რატო არ უნდა ჩავიცვა კარგი, რატო არ უნდა ვიყიდო ოქრო, ხო? და ასე შემდეგ. ჯვრიანი და
ზოგს რადგან ძვირი ღირს გონია რომ ახალისხიანია. არა. ძვირი ეს იმას არ ნიშნავს რომ ხალისხიანია. უბრალოდ როგორც წამლები სხვადასხვა სამეტრო დასახელებითაა. ისევეა ტანსაცმელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოშვება თორე სინამდვილეში ნაჭერია. ხოდა ჩემ თავს ეუბნები, გინდა შენეს, გჭირდება ეს? ახლა არ გჭირდება. მაგის გარეშე იცხოვრებ. თავარი ახლა შენ საჭმელი არ დაგაგდეს. საჭმლის გარეშე ვერ გაძლევ, დიაბეტი გაქვს. თავარი რა არის? ვინ მოვიდა კაცო? ინსტაგრამი და. აჰა. კარგი. ხოდა აი ხანდახან არა წუტუნი მე მივატოვე, არ ვიცი წუტუნი. ახლა მივატოვე დიდი ხანია, მაგრამ ხანდახან წამოვსდება ხოლმე რაღაცა ხო, ან გავიფიქრებ, ან ხანდახან წამოვსდება, აი როგორ დამღალა ყველაფერმა. და როგორ დამღალა ამ ადამიანმა დაუშვათ, ხო? მაგრამ მე არ დავიღალე ამის გაკეთებით, რასაც ახლა ვაკეთებ. კი, დავიღალე, მაგრამ ეს დახმარება მგრის მე სიამოვნებას. სასიამოვნო დახმარებაა. მაგრამ როდესაც მე იძულებული ვარ რამე გავაკეთო, ხო? და წუტუნი ამომევარდება, ვეუბნები ჩემ თავს, გაჩუმდი. ბევრი ვარ ეს მდგომარეობაშია. შენ მადლობა უნდა თქვა. სამყაროს უნდა უთხრა მადლობა, რომ გაძლევენ ენერგიებს ძალას რომ ფეხზე იყო მყარად. კი, რა მოხდა მერე? ვინ არის დღეს ჯანმრთელი? არავინ არა. ყველა საცხა პრობლემები აქვს, ხო? ახლა მით უმეტეს ყველას უმწვავდება, ყველას კაცი არ დარჩება. ბავშვი თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს და არ გაუმწვავდეს. არ შეგეშინდეთ, პერიოდია ისეთი, ამას იგზნოს ყველა. და ნუ იჩქარეთ სასწრაფოების გამოძახებით. უბრალოდ ერთადერთი პირველი დახმარება პანიკაში არ ჩავარდეთ. დავშვიდეთ უნდა. და არ იჩქაროთ წნევის გაზომვა ამ დროს. ან თუ გაიზომეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ და არ ინერვიულოთ. იმიტომ რომ ახლა წნევები, მე სულ წნევიანი ვარ, წამალი ამშველის ახლა. თან თირკმლის წამალს ვამდი. და შეიძლება წამლება ვერც იმოქმედოს. თქვენ რომ შეეცდებით დაიგდოთ წნევა და უფრო დიდ პანიკაში ჩავარდებით მერე. იმის გამო რომ არ გშველით წამლები. მაგალითად თუ მოხდა ისე რომ თქვენ წამალი არ გშველით, ნუ ჩავარდებით პანიკაში. წამოწექით, დამშვიდით. всё. მეტი არაფერი არა გასაკეთებელი. თავარია ხალხო პანიკაში არ ჩავარდეთ. არ შეგეშინდეთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ჩვენო ამბობს ალიონა ბერეგინა, რომ არ გქონდეთო ინტერნეტი და ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ ვერ გავიგებთ თუ რამდენი ადამიანი შიმშილობსო. ბევრ ქვეყნებში სასმელი წყალი ჭერს. წარმოგიდგენიათ? და ხალხი ცხოვრობს მასეთ პირობებში. ეს ჩვენთვისაც საშინელება. და ჩვენ არა ვართ, ვინც არ ვართ დაბადებულები ისეთ პირობებში, ჩვენ ვერასო შევეჩვევით მასეთ პირობებს. ისინიც კი, ვინც ცხოვრობს კონფლიქტურ ზონებში, ეჩვევიან ამ სიტუაციას და ადაპტაციას განიცდიან. ადამიანი ეჩვევა ყველა პირობებს. მიდის მაქსიმალური ადაპტაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კარგია და რომ მასე უნდა იცხოვრო. ლეტალია ჩაერთო საუბარში და ამბობს, სანამ ალიონა საუბრობდაო, უდაბნოში რომ არის კარიბჭე განლაგებული, მე ისეთი ინფორმაცია მომივიდაო, ამბობს ლეტალია, რომ ეს კარიბჭე ღია არისო, გაღებულიაო. და ამ კარიბჭედან, გახსოვთო მე გეუბნებოდითო, კარიბჭედან უბერასო როგორც ფანჯრიანო. და ირანიდან ეს ენერგია ვრცელდება მეზობელ ქვეყნებში. პრინციპშიო, ხარს უჭერსო იგივე არაბულ ქვეყნებს. და მუსულმანური ქვეყნები ახლა განიცდიანო შეტევას. რაც ხდება ახლა? ახლა ენერგეტიკული თვალსაზრისით რომ განიხილო ეს ამბავი, ხდებაო დასნებოვება, აქტივიზაცია ხდებაო ამ ნეგატიური პატერნისაო, იმისთვის რომ ყველაფერი აირიოსო.
მთელი პლანეტა. თქვენ გესმით რომ იქნებაო ჯაჭვური რეაქცია. უკვე ჩაერიენო სხვა ქვეყნებიც, ევროპული ქვეყნებიცო, სხვები ჩაერევიან. ახლა ბევრი თავს იჭერს ამ ირანის კონფლიქტში, სხვები ჩაერევიან. ეს უნდა მოიცვას მთელი დედამიწა, მთელი სოფლიო ამ კონფლიქტურმა ასე ვთქვათ პროცესებმა. ეს ასეც უნდა იყოს ყველა ქვეყანას გადაუვლის, რადგან ყველა ქვეყანა დაიჭერს თავის ხარეს და როდესაც ეს ყველაფერი მიაღწევსო პიკს და მოხდებაო ტრანსფორმაცია ამის ყველაფრისა, დაიწყებაო უკანა პროცესი. ამ პროცესების უკანა გეზი დაიწყებაო და ყველაფერი მიწღარდებაო. და ბოლოები წავლიანო ის დემონები, რომლებიც იქ განარიანო, იქ ირანის ტერიტორიაზე, რომლებიც არიანო ბრძოლის ღმერთები. და ბოლოს ისინი ასე ვთქვათ ჩავლიანო და ლუქს ახურავენო და მოხდებაო წერტილოვანი მომენტი გადასვლისა, ტრანსფორმაციის მომენტი. აი ასე ვნახეო მე ეს სურათი, ამბობს ლეტარია. პანდორა ამოწმებს, ხო, მაგარი ძლიერი პროცესები იქნებაო და მე ამას ვამოწმებო. და მთავარიაო ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მეც ამით დავამთავრებ. კი აცოდა დარჩენილი, მაგრამ მთავარი გითხარით. მაგალ ყურადღებისთვის.